შვედური კინო თბილისის კინოთეატრებში საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში კინოთეატრ ამირანში უახლესი შვედური ფილმების ჩვენება გაიმართა, რომელიც ლევან აკინის მხატვრული ფილმით გაიხსნა. საგანგებოდ ამ დღისთვის შვედეთიდან ცნობილი რეჟისორები ჩამოვიდნენ, რომლებმაც ფესტივალის ფარგლებში მასტერ-კლასებიც გამართეს. უახლესი შვედური კინოს სექციაში თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალზე 3 ფილმი აჩვენეს. წარმოდგენილი იყო ლევან აკინის კატინკას წვეულება, გაბრიელა პიხლერის ჭამა ძილის სიკვდილი და ბაბაკ ნაჯაფის სებე. დიდი მადლობა მინდა უთხრა შვედეთის საელჩოს და შვედურ ინსტიტუტს, რომელიც მოგვეხმარა შვედური პროგრამის განხორციელებაში. ამ ფილმის გარდა კიდევ 2 შვედური ფილმი გვაქვს პროგრამაში, ძალიან საინტერესო ფილმი, ასევე ახალგაზრდა რეჟისორის გაბრიელა პიხლერის, რომელსაც ხვალვაჩვენებ, ხოლო ახლა სამოგვისო ეკრანი დაერთმობა ლევანის ფილმს. კატინკას წვეულება კულტურული ელიტის წარმომადგენელი ჰიპსტერების ჯგუფზე და მათ კონფლიქტებზე მოგვითხრობს. ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული ახალგაზრდა რეჟისორისთვის ეს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. ძალიან მომწონს კინოფესტივალი და მიხარია, რომ მონაწილეობას იღებს ჩემი ფილმი. კატინკას წვეულება ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. ვითარება კატინკას დაბადების დღეზე ხდება, სადაც დაუპატიჟებელი სტუმარი ყველაფერს აფუჭებს. ლევან აკინის 97-წუთიანი ფილმი იმ 10 სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს შორისაა, რომლებიც კონკურსში მონაწილეობენ. გამარჯვებულებს ჟიური 8 დეკემბერს გამოავლენს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე წელს შვედეთის საელჩო, შვედურმა ინსტიტუტმა და გეოტერბურგის საერთაშორისო ფესტივალმა გადაწყვიტა დაუწესოს ჯილდოს ქართული პანორამის საუკეთესო ქართულ რეჟისორს 2012 წლის ქართულ რეჟისორს და აგზავნის გეოტერბურგის საერთაშორისო ფესტივალზე დასასწრებად. შვედური კინოს დღე ფილმ სებეთი დასრულდა, რომელიც 15 წლის ბიჭის ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი 9 დეკემბერს დაიხურება.